ალეკო ელისაშვილი დუბაის მმართველს დასცინის პოსტი, სადაც ის არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ჩაცმულობაზე წერდა, სოციალური ქსელიდან მალევე წაშალა. ხაზარაძე ჯაფარიძის კოალიციის წევრების ნაწილი ელისაშვილის ქმედებამ გააღიზიანა. ნაწილი კი ამბობს, რომ პოსტის წაშლა სწორი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება თავად ელისაშვილს, როგორც წესი, როდესაც მას კითხვებზე პასუხი არ აქვს და მით უმეტეს არგუმენტები შეურაცხყოფაზე გადადის. ასე მოიქცა ახლაც. თუ წაშალა ძალიან კარგია და წაშლას დადებითად ვაფასებ. მისი გამოხატვის თავისუფლება და ამიტომ თვითონ ალეკოს შეეკითხეთ. ჩვენ ეს მიგეცეთ თავარ თემად ფეხსაცმელზე ვინმე რამე დათქვა თუ არა? კოალიციაში თქვენ კოალიციის წევრია და თქვენ ის არის მნიშვნელოვანი განცხადებები? ეს პოსტი ძალიან კარგად აჩვენებს იმ არასერიოზულობის ხარისხს, რომელიც ამ ადამიანს და მის კოლეგებს აქვს და სწორედ ამიტომ რომ ისინი არათუ არ იმ რაიმე ტიპის ძალაუფლების ქონას, არამედ მათ რო ქონდეთ ეს ამ ტიპის ძალაუფლება, სწორედ ეს არის ის ტიპი და ის სტილი, რა სტილითაც მართავენ ამ ქვეყანას და ჩვენ ეს ვნახეთ რეალურად, ესეთი ადამიანები რო იყვნენ ხელისუფლებაში, რა დაემართა ჩვენს ქვეყანას 2013-2012 წლებში. თორე რაც შეეხება ეს პოსტი არც საქართველოს პრემიერის რეპუტაციას აკნინებს და არც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის ფაქტი ერთია, რომ დიახაც სწორედ ამ ტიპის შეხვედრებიდან და ამ შეხვედრების საფუძველზე საქართველოს მიიღო 6 მილიარდიანი ინვესტიცია, რომელიც შემდგომ წლებში ნახორციელდება. ალეკო ელისაშვილისგან დიპლომატიური სკანდალი ვერ მოხდება ვერასოდეს, იმიტომ რომ პიროვნება არ არის ასეთი მნიშვნელოვანი ზოგადად ფიგურა. თუმცა მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქისგან, როგორიც არ უნდა იყოს ეს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხყოფელი სხვა ქვეყნის წარმომადგენელზე და ხელმძღვანელზე ასეთი დამცინავი კილოთი პოსტი დადება. ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, როგორი პიროვნებაც ბრძანდები. და შესაბამისად, ასეთი პიროვნება პოლიტიკაში კი არა, საჯარო სივრცეში არ უნდა გააჩეროს. და ზოგადად მას მორალური უფლება არ უნდა ჰქონდეს, რომ საქართველოს საერთოდ ისაუბროს.